ნატოს ორდღიანი სამიტი ჰააგის მსოფლიო ფორუმის შენობაში გაიხსნა. შეხვედრის მთავარი სტუმარი უკრაინის პრეზიდენტია, რომლის მონაწილეობა ჯერ კიდევ 2 დღის წინ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მისი პირველი მასპინძელი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი იყო, რომელმაც მისალმების შემდეგ მედიასთან უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. ვიცი რომ თქვენი ქვეყანა ყოველდღიური დარტყმების ქვეშაა. ახლახანს იყო კიევი და მინდა მოგისამძიმროთ მთელი გულით. ნათელია რომ ჩვენ მდგავართ ერთად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. იცით რომ ნიდერლანდები ყოველთვის მხარს უჭერს უკრაინას. ჩვენ ამას გავაკეთებთ ომის დროსაც და მშვიდობის დროსაც. მხარდაჭერა იქნება ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური. მინდა გამოვაცხადო რომ გვაქვს მომზადებული ახალი პაკეტი, რომელშიც არის დრონების სარადარო სისტემები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე არის მანქანები, რომელთა გამოყენებაც ფრონტის ხაზზე შეიძლება. 8 მილიონი იქნება გამოყოფილი დრონების კოალიციისთვის. შევთანხმდებით, რომ ერთობლივად ვაწარმოოთ დრონები ნიდერლანდებში უკრაინისთვის საჭირო სპეციფიკის მიხედვით და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მოლაპარაკებების წინ ლიდერები განმარტოვდნენ და ბაღში გაისეირნეს. ეს უკვე შეხვედრის არაოფიციალური ნაწილი იყო. ნიდერლანდების პრემიერის შემდეგ უკრაინის ლიდერს ნატოს სამიტის შენობაში ალიანსის გენერალურმა მდივანმა უმასპინძლა. მარკ რუტემ გაიმეორა, რომ უკრაინის გზა ნატოსკენ შეუქცევადი და αλიანსის მხრიდან მხარდაჭერა უცვლელია. შარშან მთელი წლის მთლიანი დახმარება იყო 50 მილიარდი, წელს ივლისის პირველ რიცხვამდე უკვე 35 მილიარდია. რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გასულ წელთან შედარებით მეტი იქნება. წინასწარ ვერ გავასაჯაროებ სამიტის დეკლარაციას, მაგრამ მასში იქნება მნიშვნელოვანი განცხადება უკრაინაზე და უკრაინის მხარდაჭერაზე. რაც ბოლო კვირებში ვნახეთ, მიუღებელია. რუსეთმა 3.5 წლის წინ დაიწყო არაპროვოცირებული ომი და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განურჩეველი თავდასხმების შედეგად უდანაშაულო მოქალაქეები იღუპებიან. ეს საშინელებაა. ყველა მოკავშირისგან ვისმენ, რომ თქვენ უნდა დარჩეთ ძლიერი და რომ ეს ომი უნდა დასრულდეს გრძელვადიანი მშვიდობით. პირველი ღონისძიება, რომელიც ნატო სამიტის ფარგლებში გაიმართა, თავდაცვითი მრეწველობის ფორუმი იყო. მასში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც მონაწილეობდა. ნატოსა და ევროკავშირისთვის თავდაცვითი ხარჯებისა და თავდაცვითი წარმოების გაზრდა პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს და ამ კუთხით დასავლეთისთვის უკრაინა სამაგალითოა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით უკრაინამ დაამტკიცა, რომ დრონებისა და რაკეტების წარმოების კუთხით ნოვატორია. ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. როგორ შექმნა უკრაინამ თავდაცვითი წარმოება ნულიდან, რადგან 3 წლის წინ არაფერი ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად არიან ნოვატორები. ჯერ ისინი სწავლობენ, შემდეგ რუსები. ასე რომ ისინი დრონების ყველაზე თანამედროვე მწარმოებლები არიან, მაგრამ რუსეთსაც აქვს ეს ცოდნა, რაც სათანადოდ უნდა შევაფასოთ. სწორედ ამიტომ გვაქვს კიევში ნატოს ინოვაციური ბიურო და ვსწავლობთ უკრაინისგან. კარგად გვესმის, რომ ამ ომის ავტორი და ხანგრძლივი საფრთხე არის რუსეთი, მაგრამ რეალურად ჩვენ მდგავართ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების ქსელის საფრთხის წინაშე. ამ ქსელში შედიან რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანის ამჟამინდელი რეჟიმი და ჩინური კომპანიები. არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ პუტინს სურს ამ ომის დასრულება. ის უარს ამბობს ყველა სამშვიდობო წინადადებაზე. მათ შორის შეერთებული შტატების შეთავაზებაზე. პუტინი მხოლოდ ომზე ფიქრობს, ეს არის ფაქტი. ჩვენმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ რუსეთი გეგმავს კიდევ ახალ ოპერაციებს ნატოს ტერიტორიაზე. უდაოდ პუტინი უნდა შევაჩეროთ უკრაინაში და თანაც ახლა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მისი მიზანია უკრაინას გასცდეს. ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ თავდაცვითი ხარჯები. სამიტის ფარგლებში გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი, ევროკავშირის ლიდერები და ნატოს გენერალური მდივანი მონაწილეობდნენ. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და განაცხადა, რომ ის დღეს მეგობრების გარემოცვაშია. My dear friend Volodymyr, you're here among friends. რუსეთის შეჭრა უკრაინაში რჩება მთავარ საფრთხედ მსოფლიოში გლობალური მშვიდობისთვის, რადგან ეს ომი ძირს უძღვრის საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს. რუსეთი არის ინტერკონტინენტური ქვეყანა, რომელიც საფრთხეა ევროპისთვის და წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და კიდევ იმის გამო, რომ რუსეთი მოქმედებს ისეთი ქვეყნების ალიანსებთან ერთად, როგორიც ჩრდილოეთ კორეა და ირანია. ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის დამყარება უკრაინაში აუცილებელია. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ რუსეთი არ ერთვება პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევაში, მაშინ როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე განაცხადა თანხმობა უპირობო ზავზე. ამ დროს რუსეთი არა მხოლოდ არ თანხმდება ზავს, არამედ ზრდის შეტევების ინტენსიურობას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და ზეწოლას რუსეთზე სანქციებით.
სამიც დღესვე შეუერთდება დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის მეორე ვადაში. ეს მისთვის ალიანსის პირველი სამიტია, რომლის ფარგლებშიც ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრასაც აპირებს. ნატოს სამიტს პირველად მასპინძლობს ნიდერლანდებიც და მაღალი რანგის სტუმრებს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებით დახვდა. ამ ორ დღეში სახელმწიფო მეთაურების, მინისტრებისა და დელეგაციების უსაფრთხოებაზე 27,000 პოლიციელი, საჰაერო თავდაცვის სისტემების, მოიერიშე თვითმფრინავებისა და გემების მხარდაჭერით იზრუნებს.